Ქვემო ქართლის მოსახლეობა დღეიდან რეგიონული არქივის მომსახურებით ისარგებლებს შენობა ქალაქ რუსთავში განთავსდა. მისი გახსნის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი პრემიერთან ერთად ესწრება. პირდაპირ ეთერში ახლა რუსთავს ვრთავთ. რომელიც მშენებლობით იყო დაკავებული, ზედამხედველობდა და რა თქმა უნდა რუსთავის მერიას, რომელიც ბოლო თვე გვერდში გვედგა ძალიან აქტიურად. ეს არის პროექტი, რომელიც აშენდა 2,5 მილიონი ლარის სახსრებით და განთავსდება რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, წალკის 300,000-მდე საარქივო საქმე და მათ შორის რეგიონის მასალები 1920-იანი წლებიდან. ყველას გილოცავთ ამ კარგ დღეს და სამინისტროს და ეროვნული არქივის სახელით მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ დრო გამონახა და ამ სასიხარულო დღეს ჩვენთან არის ერთად რუსთავში და მსურს მას გადავცეს სიტყვა. გთხოვთ ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები პატრიციემო ელჩებს, მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს და რუსთავის მაჟორიტას ბატონს ვიაძიძეგურს განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. მივესალმები ქალაქ რუსთავის მოსახლეობას, რომლებიც აქ არიან შეკრებილი დღეს ჩვენთან ერთად. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვხსნით ქვემო ქართლის რეგიონულ არქივის შენობას, ეს არის ახალი შენობა, როგორც ქალბატონმა თეა მოგვახსენა. მე მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ ეს არის მისი ინიციატივა, სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი და აშენდა ეს მართლა ძალიან ლამაზი შენობა და საჭირო შენობა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დღევანდელი დღე, ხარების ბრწყინვალე დღესასწაული. მე მახარებს, რომ ასეთ დღეს დაემთხვა ასეთ შენობის გახსნა. ისიც მიხარია, რომ ჩვენს ოპონენტებს უხარიათ ჩემი აქ ჩამოსვლა, რომელიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ჩემს აქ ჩამოსვლას. ძალიან კარგია, რომ ყველას გვიხარია. ასე რომ მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი დღევანდელი, ანუ ეს არქივის შენობა. მე მინდა გითხრათ, რომ როგორც უკვე ჩვენ მოვისმინეთ, შენობაში განთავსდება მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, წალკის რაიონული და რუსთავის საოლქო არქივების, საქალაქო არქივების 295-მდე საარქივო საქმე. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება. ეს არის ძალიან საინტერესო მასალა. ეს არის ჩვენი ისტორია, რომელსაც ჭირდება მოფრთხილება და შენახვა და განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მოპყრობა. აქვე მინდა გითხრათ, ძვირფასო მეგობრებო, რომ ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში ინახება ამ მხარის მკვიდრი, ბევრი ცნობილი ადამიანის პირადი ფონდები. ეს არის ძალიან საინტერესო, რადგან სწორედ ასეთი მასალები ასახავს ქვემო ქართლის უახლეს ისტორიას. და სწორედ ამიტომ დღეიდან ეს მდიდარი და მრავალფეროვანი მასალები შენახული იქნება ამ ლამაზ შენობაში. ასე რომ ვულოცავ ამ პროექტის განხორციელებას რუსთაველებს, ქვემო ქართლის მაცხოვრებლებს და გარწმუნებთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით რეგიონში კიდევ არაერთი ასეთი წარმატებული პროექტი განხორციელდება. მე ვულოცავ იუსტიციის სამინისტროს, ვულოცავ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ შენობაში დაიწყებს მუშაობას. დიდი მადლობა ყველას.